დღეს ჩვენ ჭაღებიან გოგონას ვუჩივლეთ ოჯახმა. ადვოკატი პასტა და ფურცელი მოიმარაგოს. დღეს მე 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმისშვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილის წამებაზე. ნანულ, ოჯახში კიდენა მეტნიცა ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იკმარე. ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით წულუკიანის მამის მიერ დახვრატილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან სავარაუდოდ არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის განზრახულობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ასე შემდეგ გჭირდებული ხალხია წარსულში და მათი წარსულში კეკვა. ნანა, ნანუკა, ნანულა, ნანუჩიოსგან განსხვავებით ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც. ერთი პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე. ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველოს სიკვდილით დასჯა გააუქმა. ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ასე შემდეგ. ახლა საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხდება ისე ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელი შვილი. აღარ ვაპირებთ რომ გავატაროთ. გეიგე ნანუჩი, აბა სილიკონის ტუჩები და ისინით დაპრუწე და თქვი წერს თეატრულ გენი სოციალურ ქსელში.